ოდის ძნელ ბედობის ჟამი. რას ნიშნავს ეს? ახლა მე რაღაცას კი არ წინასწარ მეტყველებ. უბრალოდ იცით რა არის? არსებობს ორი მდგომარეობა. ერთი, რომელიც ადამიანი მუდმივად ღმერთისკენ იყურება და როცა ღმერთისკენ იყურები და შენი გული ღმერთისკენ არის მიმართული, მშვიდად ახარ და ამ ქვეყნიური ქარცეცხლი თითქოს არ გეხება შენ და მშვიდად მიდიხარ, გარშემო ინგრევა ყველაფერი, ქარიშხალია, თოვი, ყინვა არის, სიცხეა, არ ვიცი რა, მთელი ბომბები ცვივა, მაგრამ შენ თითქოს ეს არ გეხება. არამედ შენი გული არის მიმართული მზერა, შინაგანი სულიერი ღმერთისკენ რა, შენ თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდები და აი ესე სიმშვიდით, როგორც დედის ხელში ჩვილი ბავშვი იძინებს მშვიდად და ჭამს საჭმელს, აი ზუსტად ღმერთის წინაშე და ღმერთზე მოცხერილი ადამიანი და ღმერთზე მინდობილი და იმედის მქონე ადამიანი და მისი სიყვარულით მოსიარული ადამიანი არის მშვიდად და ვერ გრძნობს გარეთ რა ხდება. მაგრამ გუშინ ღმერთმა ასეთი რაღაცა დამანახა, რომ წამით მოვცილდი სულიერ სამყაროს, ანუ მე მუდმივად ასე მაქვს, რასაც გეუბნებით, ამას პირადი გამოცდილებითაც გეუბნები, რომ მუდმივად ღმერთთან არ არსებობს წამი და წუთი, მე ღმერთს უფალს არ ველაპარაკო. არც ერთი წამი არ არსებობს ქრისტეს გარეშე. არც ერთი წამი. და როდესაც აი დამანახა, იცით რა, დამანახა ამ ქვეყნიური მდგომარეობა და ძალიან შევშფოთდი, რომ ნუ თუ ადამიანები ღმერთის ნუგეშინის გარეშე, აი ამ ნუგეშინის ჩემის გარეშე, ღმერთის სიყვარულის გარეშე, სული წმინდის მადლის გარეშე, როგორ ძლebენ, რა საშინელი მდგომარეობა არის. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, აი როგორ არის, იცით, თუ ღმერთთან არა ხარ, ხარ ბოროტთან.